მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კვირა. გასული კვირის განვითარებულ მოვლენებს მიმოვიხილავ ბატონ ევგენ ღვინიაშვილთან ერთად. მოგესალმებით ბატონ ევგენ, მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. დღეს თქვენ პირველად ხართ ჩემს გადაცემაში სტუმარი და ამისთვის დიდი მადლობა. და შემდეგშიდაც მოგვიწევთ აუცილებლად. მოგესალმებით პატრიცემულო. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბოლო რამოდენიმე გადაცემა მე საჯაროდ ვაცხადებ და დღესვეც განმეორდები იმით, რომ გმობ ძალადობას ჟურნალისტებზე, თავისუფალი აზრის მოაზროვნე ადამიანებზე, ასევე გმობ ძალადობას პოლიციის მიმართულებით, შესაბამის უწყების მიმართულებით და ასევე განვაცხადებ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ტელევიზიას ყავს ძალადობის შედეგად დაზარალებული ჩვენი ტელეოპერატორი ლუკა გოგიჩაიშვილი, რომელსაც უსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ჩვენს ტელევიზიაში მალე დაბრუნებას და ღვთისმსწავლობას. ბატონ ევგენ, დავიწყებ გადაცემას. და პირველი კითხვა გადაცემისი ესეთია. პროტესტი საქართველოში, რომელიც აგერ 20 დღეზე მეტია მიმდინარეობს ჩვენ დედაქალაქში, კერძოდ თბილისში და ასევე სხვა ქალაქებშიც და თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროტესტს? ახალი წლის წინადღეებია, რა თქმა უნდა, ყველას მიულოცავ წინასწარ შობის დადგომას ახალ წელს, მომავალ ახალ წელს. ასევე რატომღაც ხალხს ავიწყდებათ, რომ ღვთისმშობლის წილხელთ მიწაზე ვცხოვრობთ. პროტესტები როგორი სტილის უნდა იყოს, იცით, რომ ხალხი უნდა ეფერებოდეს ამ მიწა-წყალს, ერთი მეორის სიკეთით უნდა ტკბებოდეს, ერთი მეორის მიმართ თავმოკრძალება უნდა იყოს, ამაღლებისკენ საფეხურებზე სვლა უნდა იყოს. აი დავაკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას, აი ეს პროტესტები, ხო? ბევრნაირი შეიძლება ადამიანს ჭკუაგონებაში ყოველთვის რაღაცა მოსდის ხოლმე, რა ებადება აზრი, რომ რაღაცით უკმაყოფილო რომ არის, გამოხატოს პროტესტი. ეხლა უყურეთ, ჩვენი ცხოვრების სტილი უკავშირდება აი 100,000 წამებულმა, 100,000-მა წამებულმა რომ ფეხი არ დააბიჯა ღვთისმშობლის ხატს, ეს თავისთავად არ ყოფილა. ეს სულის ამაღლება იყო იმ დონეზე ადამიანებს შორის ისეთი აი სულის მიმართ, ღვთისმშობლის მიმართ, ქრისტეს მიმართ და საერთოდ სიკეთის მიმართ იმ სიმაღლეზე იყო აყვანილი შეგნება და ადამიანური ღირსება, რომ არ დააბიჯეს და სული ესე იგი გადასცეს იმ ეშმაკს და მტარვალს. და 100,000 წამებული სახით მოგვევლინა დღეს რომ და ჩვენ საერთოდ რომ აღვნიშნოთ. საქართველოში ეს პროტესტები არ გამოვა. აქ უნდა იყოს სიკეთის მიმართ დაყენებული საკითხები. ხო, მაგრამ ხო, ბატონ ევგენ, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უყურე რა ხდება. აი უარყოფა, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ მეორესაც გადავალ, უყურე რა ხდება. მე პირადად ბოდიში სოფლიო მშვიდობის მედროშე ამ პოზიციიდან გელაპარაკე. გასაგებია, მაგრამ უყურე როგორ რაღაცაა ბატონ ევგენ, უყურე. აი, წინა გადაცემაში მე ვახსენე და იმის წინა გადაცემაშიდაც, რომ რამოდენიმე ხნის წინათ მე ვიყავი პარლამენტის წინ აქციის დაწყებამდე და აი, ჩემთვის ყველა წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. ანუ მე არ ვეხები იმ ახალგაზრდებს, იმ სტუდენტებს, იმ მოსკოლის მოსწავლეებს, რომლებიც თავისი ენთუზიაზმით, თავისი აზროვნებით არიან გამოსულები და აპროტესტებენ ამა თუ იმ რამეს. უბრალოდ ელემენტარულს ვიტყვი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ პარლამენტის წინ, აი ტროტუარი რაც არის, ხო ხტები, სანამ ტრასამდე მიხვალ პარლამენტი, აი ფანტანებიდან ტრასამდე ტროტუარი, ხო არა? აი შუალედი, აი იმ ტერიტორიაზე, კერძოდ მე რო ჩამოვედი აი როგორი სიტუაცია იყო, იცი? ისეთი კატეგორიის ხალხი შემხვდა, ბატონო ევგენ. მე ვერ გავიგე ვერაფერი იმ ხალხისაგან.
იყვნენ თქვენი ასაკის ქალბატონები, დაახლოებით თქვენი ასაკის ქალბატონები, იყვნენ ახალგაზრდებიც, იყვნენ საშუალო ასაკის ხალხიც, შერეული ხალხი. მაგრამ იცი რა ვერ გავიგე? აი, ის ვერ გავიგე, რომ რა საპროტესტებდნენ. ნახევარზე მეტი იყო, არ ვიცი თუ რალები იყვნენ თუ კაიფში იყვნენ, ის ვერ გავერკვიე. ეს ქალები უზრდელურად იქცეოდნენ, ამაზრზენად იქცეოდნენ და ძალიან აი არ მომეწონა. და ასევე მორალისგან გასულები. კი რა თქმა უნდა. და მეორე კიდე რა არ მომწონს, იცი? მე ვიცი მშვიდობიანი პროტესტი არის, მშვიდობიანი პროტესტი არის სხვადასხვა მხრივ. სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიძლება მშვიდობიანი პროტესტი ჩაატარო. მე მშვიდობიანი პროტესტის ვერ გავიგე აზრი რა არის. სახელმწიფო ქონება პარლამენტი. წინა გადაცემაში ვახსენე და კიდევ გავმეორდები ბატონებთან, რომ იქ განისვენებენ 1921 წლის თებერვლის ოკუპაციის დროს დაღუპული იუნკერები. მათი საფლავებია. ასევე იქ კი ბატონო, ასევე იქ არის 9 აპრილის მემორიალი, სადაც 1989 წლის 9 აპრილს ხო სიცილეს ღრის შედეგად დაიღუპა უამრავი ადამიანი. ძალიან ბევრი დაზარალდა, ხო? ბიჭო, როგორ შეიძლება აი ამ სახელმწიფო ქონებას ნივს, რომელიც არის პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი ძეგლი, ხო? სახელმწიფოს ერთ-ერთი ძეგლია. მას თუნდაც პიროტექნიკა ესროლო. როგორ შეიძლება მითხარი? ან როგორ შეიძლება ის ქმედებები რომ იქ წავენ 1000 სხვადასხვა რაღაცეებს. აი იქ იმისთანა ლამაზი მშვენიერი ხე იყო და მოჭრეს და დაწვეს. ასევე წავენ სხვადასხვა იმას რა ქვია ადგილზე ყოფ იმას რა ქვია სილამაზეებს. ეგ როგორ შეიძლება ბატონო? ერთ ამბავს უცბად გეტყვით, დიდხანს არ შეგაყოვნებთ. ესე იგი, გავრილოვის ღამის ამბები რო ხდებოდა, მაშინ ხო გვახსოვს, აი რო უმიზნებს ის რეზინის ტყვიას და ხელი რო ააწევინა, ლულა რო ააწევინა ზევით. გამიგეთ? აი მე ყრილობა იქ იმაში მეტეხი პალასში ჩატარდა შეკრება, რომ პროპორციული არჩევნების მიმართ დამტკიცებული იყო რაღაც თემატიკა იყო და ყველა პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ და მეც ვიყავი მიწვეული იქა, როგორც მშვიდობის მედროშე და ისა იქ მე განვაცხადე, სიტყვით გამოვედი რა. და განვაცხადე რომ აი მეთქი უყურეთ ორი პოლიციელია ხო ერთი უმიზნებს კამერას კამერისკენ იყო მიმართული რა და მეორე ზევით აწევინე ეს არის კლასიკური მაგალითი თვითონ პოლიციელებში რომ შენ როდესაც კამერას ესური ეს იცით რას ნიშნავს შენ აი პრესას რომ მითხარი ის პრესის წარმომადგენლებზე შენ რო კამერას ესური მარტო ერთ პიროვნებას კი არ ესური მთელ მოსახლეობას თბილისს ესური საქართველოს ესური და მსოფლიოს ესური იმიტომ რომ იქიდან იყურება თბილისიც პატრიარქსაც ესური რა თქმა უნდა ეგრეა კი გამიგე კი ბატონო შენ მთავრობას ესური სულ ყველას და კამერისკენ როცა გაქვს მიმართული ეს მე ზოგად ფორმაში იქ ვილაპარაკე რომ მოდით აი ეს ადამიანი დავაჯილდოვოთ მეთქი რომელმაც ხო მოარიდა რომ რასაშორებიო რა ეს არის ადამიანური ღირსება აი იგივე ამბავია დაუშვათ მოედანზე რომ პური გადმოაგდეს პური და ეთყობოდა მუსულმანი იყო და კუთხური უნდა მოეწოდებინა და ვიღაცა პური ესროლა და აიღო ეს პური აკოცა შუბლზე მიიდო და შემაღლებულ ადგილას დადო აი დრო გაიყვანა ფაქტიურად როგორი მომენტია თამაში ხო თავისი დროა აქვს არა წამები რამე და აი სიკეთე ესე იგი ყოველთვის აი ეს ქრისტეც რომ გააკრეს ჯვარზე არა ორი ავაზაკი ხო იყო არა ერთმა აღიარა ღვთის ისა სულიწმინდა მეორემ არ აღიარა ხედავთ აი რამხელა მაგალითებია ცხოვრებაში და მე გამიგრძელდა სიტყვა მე მგონი გაიგეთ რისი თქმაც მინდა ბატონო
შემდეგ კითხვაზე გადავალ, ეს არის ძალადობა ჟურნალისტებზე, მომენტინგებზე და პოლიციელებზე. მე დავიწყებ ჯერ პოლიციელების მხრიდან, რომ აქციის დაწყების პირველ დღეებში დაჟძარალდა უამრავი პოლიციელი. მომენტინგ, აი წეხან რომ ვახსენე, აი იმ პროვოკანტების და პროვოცირების მიზნით ორგანიზებაში ვინებიც არიან. ახალისებული იყვნენ ეს. აი დარწმუნებული ვარ ბატონო ეუგენო, მე არ ვეხები იმ გულანთებულ ახალგაზრდობას და იმ ხალხს, ვისაც მართლა გული შეტკივა და ის აზროვნებს იმ ხრივად, რა მხრივადაც შეტკივად გული. არა, მე მაგათ არ ვეხები და არც შევეხები. მე იმ ხალხს ვეხები, რომლებიც ახდენენ პოლიციის პროვოცირებას, რომ ეს მართლა გულანთებული ადამიანები მოხდნენ დაზარალებულები და მოხდნენ მათ წინააღმდეგ. ასევე მინდა შევეხო ჟურნალისტებზე ძალადობა, მე როგორც გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი, კიდევ ერთხელ გამოვურდები ძვირფასო ტელემოყრილობაზე გმობ ნებისმიერ ძალადობას და მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობას, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ლაშქარობას ამბავი, რატო უნდა გარდაცვლილიყო ახალგაზრდა ბიჭი? ბატონო ეუგენ, ბოდიში დავამთავრებ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი პოზიციის ტელევიზიას ეკუთვნის თუ ოპოზიციას. ის ჩემი კოლეგაა, ჩემი კოლეგაა და მე შეიძლება ჩვენ პოლიტიკური მიმართულებები საერთო არ გქონდეს და განსხვავებული აზრები გქონდეს პოლიტიკის და შეხედულების მხრივ, მაგრამ ის ჩემი კოლეგაა და მე ვალდებული ვარ, რომ მისი ფიზიკური ძალადობა დავგმო და ეს ვალდებულებაც კი არ არის, ეს პირდაპირ ჩემი ის რა ქვია ვალდებულება არ არის, ეს ჩემი პირადი ის არის, რა ქვია, ინტერესებიც არის იმის გამო, რომ მე თვითონ ჟურნალისტი და წამყვანი ვარ და აქედან გამომდინარე შეიძლება ხვალ მეც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდე რა დღეში და კიდე უარეში და ამიტომ ვიღაცამ ხომ უნდა მოიყოს ხმა ასე არ შეიძლება. აი ჩვენ ვიხილეთ არაერთი კადრები, რომ მაგალითად TV პირველი ჟურნალისტი ანდრონიკაშვილი, ის რა ქვია, როგორც ამბობენ ტიტუშკები რო არიანო, იმათმა მიგზანო იმ ტიტუშკებმა კი რაღაც მოკლეს ღარმე რომ დაახეთქეს ძირ და ახლა სასწაულებრივად გადარჩა. ასევე ტელევიზია TV ფორმულას ჟურნალისტ გურამ როგავას ფიზიკური ძალადობის შედეგად ხერხემლის გარტყმა სჯობდა ეგრე გადაგდება. ხერხემლის მალა აგდაზიანებული, ასევე მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ტვინის შერყევა და სხვა. აქედან გამომდინარე, ასევე არის სხვა ტელევიზიის ჟურნალისტები და აგერ ჩვენი ტელეოპერატორიც ლუკა გოგიჩაიშვილიც არის დაზარალებული, ფეხი აქვს მოტეხილი ბარძაყის არეში და აი ყოველად წარმოუდგენელია ესეთი ძალადობა. ასევე ძალადობა მომიტინგეებზე, რომლებიც აი მე არ გულისხმობ იმ ხრივად, რომ აი მაგალითად მომიტინგეებზე მე გულისხმობ იმ ძალადობას, რომელსაც პოლიცია ატარებდა, ანუ სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია აწარმოებდა ამ მომიტინგებსა და ანუ ადგილზე დაკავების დროს. ეს იყო ფიზიკური ძალადობა, იყო ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა. აი მე უყურე რამოდენიმე კადრი ბატონო ეუგენ, ესეთი იყო ერთ-ერთ კადრს განვიხსენებ, ჩემთვის ყოველად მეუღებელია. კი ბატონო, მე ტელევიზიის ეთერით არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ განმეორდები ძვირფასო ტელემოყრილობაზე, რომ მე ყოფილი ვარ დაკავებული და მე ვიცი რას ნიშნავს დაკავება და ისიც ვიცი როგორ ხდება იქ, მაგრამ აი ჩემთვის ყოველად მეუღებელი ერთადერთი ფაქტია, ახალგაზრდა გოგონა დედის თვალწინ წელზემოთ სრულიად თითქმის და სრულიად შიშველი მიწაზე ათრიეს და დედამისმა ძლივს წაგლიშა პოლიციას და სპეცდანიშნულების რაზმს ხელიდან. კი ბატონო, მაგრამ გოგონას როგორ ათრე ვერ გავიგე, უამრავი კადრები იღებენ ბოლოს და ბოლოს. კაი, მე წელზემოთ რო გამაშიშვლო, კი ბატონო, მაგრამ ის ხო გოგოა, როგორ შეიძლება მორალი და ის რა ქვია, სინდისის სახელი უნდა გაგაჩნდეს კაცო. კი ბატონო, მაგრამ აი ავიღოთ, კი, ბევრმა თქვა, რომ მე ვიცი რა მე მომნათლეს რომ ვითომ ნაცების მხარეს ვარ, მე არავის მხარეს არა ვარ ძვირფასო ტელემოყრილობაზე. არც ერთ პარტიას მე არ ვეკუთვნი, არც ოპოზიციას და არც პოზიციას. მე ვარ ჩვეულებრივი ჟურნალისტი, ნეიტრალური მხარეს ვიჭერ, მაგრამ მეც ხომ აქ ჩემი მე გეტყვი, ვის მხარეზე ვარ საერთოდ, უცბად გეტყვი. და შენ ალბათ დამეთანხმები. ღვთისმშობლის წილხედრი მიწის დამცველები ვარ და დამთავრდა. მაგაში გეთანხმები. აღარ გვინდა რა. მაგრამ მე ცირის ანუ მე იმის თქმა მინდა ძვირფას ტელემოყრილობისათვის რომ განმარტო რომ მე პირადად არ ვეკუთვნი არც პოზიციას, არც ოპოზიციას, ვარ ნეიტრალური ჟურნალისტი, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური მოქალაქე, ჩემთვის ყოველად მეუღებელია ის, რასაც ვხედავდი და რაც ხდება დღეს საქართველოში. ასე არ შეიძლება. მე იმასაც გმოფრო, კიდევ განმეორდები მოზალადების მხრიდან ძალადობას, სპეცდანიშნულება პოლიცია თუ არა. ასევე გმობ პროვოცირებული ხალხის მხრიდან პოლიციაზე ძალადობა. მე იურისტი ვარ, სამართალდამცავი, სამართალმცოდნე და არ შეიძლება ბატონო მეგონა, ახლა ჩემი კოლეგებიც გამოდიან ის პოლიციელები და იმასაც ხوver გამომტყუნებ ერთ-ერთ ხარეს. მე ერთ-ერთ ხარეს არ მომტყუნებ, მაგრამ ყოველად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა.
რაც შეეხება ახლა თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ხარეს ბატონო მგონი ცოტა გამიგრძელდა, იმიტომ რომ მე ემოციურად ვარ განწყობილი ამ ხერხით. რომელი ანუ ძალადობა ჟურნალისტებზე, მომიტინგებზე და დამატებით პოლიციის ეს პრესა, ჟურნალისტები არიან მკვლევარები ადამიანებისა, აზროვნებისა და მიმდინარე მოვლენებისა. მათ მიმართ ძალადობა აჩერებს პროცესს. აი ამ პროცესს რომ მიაწოდო ადამიანებს და გაიაზრონ, კარგად შეაფასონ, ცუდად შეაფასონ და ამას აკეთებს ჩვენი პრესა, დიდებული პრესა და ეხლა მათ მიმართ ძალადობა ეს ყოვლად დაუშვებელია, რა თქმა უნდა. ორი აზრი არა. და პოლიციელებზე ძალადობას როგორ შეაფასებთ? პოლიციელებზე ძალადობა ეს ნიშნავს მთავრობის, ესე იგი, გადაწყვეტილების იგნორს და რა კუთხით. ეხლა პოლიციელი სწორედ ის, აი ადრე ჩვენ ხო ავხსენით, ვარდი და ვარდს გაეფურჩქნა კოკორი გადახვეო და იასაო. აი ვარდის ეკლები არის ეს პოლიცია, ვარდი თვითონ მთავრობაა და იას არასოდეს არ გადაეხვევა ვარდი. ეგ გამორიცხული, ეგ ბუნებაში არ არსებობს და აი ვარდი რომ ეცდება რომ გადაეხვიოს იას, ია ეს არის ხალხი, გლეხობა, მუშები და დასაქმებული ხალხი და მათ ვარდი უდგათ წინამძღოლად. ხო, ძალიან კარგი. აი ეს ფაქტორია, გამიგეთ, რომ პოლიციის მიმართ ძალადობა აი გათამამებული არის და რამ გაათამამა? ის რომ ისროლა და ცეცხლი მოეკიდა პოლიციელს და რამდენი დღე იყო იმაში? თითქმის წელიწადი იჯდა. არა, ეს ბიჭი. ის გრიგორიადისია. წელიწადზე ცოტა მეტი იჯდა. მე შეიწყალა, რომ გაასამართლეს, მალე შეიწყალა პრეზიდენტმა. მე რატომღაც და პოლიტიკურ ფიგურად აქცია ოპოზიცია. ხო, და აი გმირის მანტია ეხლა რა არის, იცით, რატომ უნდა მისცე გასაქანი ძალადობას, ესე იგი, მან ხო პოლიცია არაფრადად, აი სულში ჩაფურთხება გამოვიდა, რომ შენ ესური ამ ნავთით თუ ბენზინით გავსებულ მოლოტოვის კოქტეილია ის. კოქტეილს ესური და ცეცხლი უკიდია, ცოცხალ, ნუ რა არის, იცი, ეს ყოვლად დაუშვებელი არ შეიძლება. და ამ დროს ეს ადამიანი გმირად ცხადდება და აი ამ პროცესმა მერე გაათამამა ხალხი. ეს ახალგაზრდები და ანუ თქვენი აზრით, ანუ ბატონო თქვენი აზრით, აი ამ პროცესის გათამამების ფაქტორია დღეს რაც ხდება სიმკაცრე საჭიროა, აუცილებელიც არის. ეხლა მე ხო, მაგრამ ძალის გადამეტება არასოდეს. არ მქონია საქმე პოლიციის ორგანოებში რამე, მე მქონდა საქმე და ვიცი. მაგრამ სიმკაცრი თუ არ გაზარდე და აი არ ისაქენი გამობრძმედე, ვერაფერს ვერ გააკეთებ ისე რომ ფოლადი რო გამოიყვანო, имас ბევრი დარტყმა სჭირდება რომ ფოლადად შედგეს. თან გამოწვრთობაც არ ერთად. გამოწვრთობა უნდა, არა? და ასევე ადამიანს ბავშვობიდანვე სჭირდება აი ის უნდა შეკრიჭო, მოაშორო რაღაც ზედმეტი რაღაც ისინი. აი ახლა შობა დგება და პაპა ეუბნება თავის შვილიშვილს იმას რო აკეთებს ჩიჩილაკს და ამ დღესაო ის ჩიჩილაკის ისინი ლენტები ვით რომ არის, ის ხო ყოველი დღე არის. აი წლის პროგრამასავით არის და ამ დღესაო შენაო შვილიშვილს ეუბნება დაეცემიო და მუხლებიდან სისხლი მოგიმოვაო და ეს ბავშვი ეუბნება რათ მეუბნებიო ბაბუ თუ პაპი რომ არ გეცოდებიო რომ ამ დღეს სისხლი მომივაო და შვილო თუ შენ ტკივილის სიმწარე არ იციო სხვის ტკივილს გულთან ახლოს
არ მიიტანა. აჰა, ასე იგი. მივხვდი? მივხვდი. და აი რო იღებდა ეხლა ყველა ხო ისინი არიან არა ადამიანები ვარ და ამ იმას რო ესური პოლიციელს ეს რა არის? ეს რა თავხედობა რა ყოველად მიუღებელია ძალადობა ბატონო. არ შეიძლება. შემდეგ თემაზე მინდა გადავიდე, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშნვა და ღირსების ორდენზე წარდგენასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ამ თემასთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრმა დანიშნა ვიცე-პრემიერად და ასევე წარადგინა ღირსების ორდენზე 11 შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პირი, მათ შორის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსი, საპატრიო პოლიციის უფროსი და სპეცდანიშნულების რაზმის სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი და უფროსის მოადგილეები. ეს ალბათ მენის ვალდებულებიდან გამომდინარე, რომ მაგრამ აი ამდენი ისინია ლანძღვა რამე ხო, მაგრამ აი ისიც ხო წახალისება იყო, რომ საღებავებს ასხავდნენ. მაგრამ საინტერესო ფაქტორი რა არის, ბატონო უგენ? შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიყვანა მაგნიცკის სიაში, ანუ საშიში პიროვნებათა სიაში. ხო. აი ამ ყველაფერს თქვენ როგორ შეაფასებთ? რა როლს ითამაშებს პრემიერად ვიცე-პრემიერად დაწინაურება მინისტრის, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ მინისტრი არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანის შეთავსებით და აი მაგნიცკის სიაში შეყვანა აი ამ ყველაფერთან მიმართებაში ღირსების ორდენზე წახალისება და სხვა. აი ხოჩი გასulis ისინი უკვე ხო შეუნცი. არა, ეგ ისედაც შემცირებული ქონდათ, მაგრამ ეხლა უყურე რა ხდება მაგნიცკის სია არის ბატონო, სოფლიოში საშიში ფიგურების ანუ სია, რომელსაც არის საშიში ფიგურები, ანუ ძალადობის მხრივ, მკვლელობის მხრივ, ასე სხვადასხვა და ვიცე-პრემიერის მანტიას რო აცხადებენ და აცმევენ, ხო? კი. ვიცე-პრემიერის. ესე იგი, მან ხო უნდა მოძრაობები კი. შეასრულოს, არა უცხოეთ. თუ კი სანქციების ფორმატში დგება ეს ადამიანი, უკვე აი რაღაცა ცოტა სხვა რაღაცა გამოდის, მაგრამ იცი რა არის? ჩვენ შეიძლება ჯერ კიდევ არ ვიცით ბევრი რამ, როგორ გავივლით ამ მღრიე წყალს, თუ ადიდებულ წყალს. აჰა. ჩვენ ხო არ ვიცით? არა, ეგ ნამდვილად არ ვიცით. ხო, და აი ვნახოთ რა შედეგებზე გაგვიყვანს, თუნდაც აი ეს დაჯილდოვებაც. ხო, თან განაცხადა პრემიერმა, ბოდიში ბატონო, თან საპრემიერმა განაცხადა, რომ ახალი ინაგურაციის შემდეგ პრეზიდენტის რო ინაგურაცია 28-ში თუ 29-ში ხო არის, ამის მერე მოხდება მათი წარდგენება ღირსების ორდენზე. მანამდე არა. ხო. ანუ ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაწერო ხელხო, რა თქმა უნდა. მაგრამ უბრალოდ ისევ იმთევა შევეხებ, ეს არის მაგნიცკის სიაში შეყვანის შემთხვევაში, ეს როგორ იმოქმედებს ჩვენს დღევანდელ რეალობაში ამ სიტუაციაზე ვკურთხობ. შინაგან საქმეთა მინისტრის და მისი თანამშრომელი, კერძოდ უფრო მინისტრი არის წარდგენილი ვიდრე სხვა, მაგრამ შეყვანილი, მაგრამ მაგნიცკის სიაში მაინც მინისტრია და მისი სისტემა და აქედან გამომდინარე მე ერთ რამეს ვიტყვი ძვირფასო ტელემოყოლებო, რა მნიშვნელობა აქვს სიაში მინისტრ შეიყვან თუ მთლიან სისტემას, მართველი მაინც მინისტრია და ის სისტემაც გამოდის ფაქტიურად, ხო? ეხლა მე პარალელს გავავლებდი აი ამ მოქმედებასა და აი იქ სალომე ზურაბიშვილი რო გამოვიდა იმაში ევროკავშირში სიტყვით და ყველამ რო ის საქართველოს დროშები აღმართეს. ხელში დაკავებულები. პარალელს გავავლებდი, უყურე. ეხლა ამას უჭერენ მხარს ევროკავშირი. აქ კიდე ჩვენი შინაური ოპოზიცია. თემატიკაა. უყურეთ, ეხლა სასწორზე დევს ორი მხარე, ხო? რა თქმა უნდა. პირდაპირ მნიშვნელობით. მოდი და ასეთი ექსპერიმენტივით ჩავატაროთ რა. როგორი ექსპერიმენტი არა. მივცეთ ორივე მხარეს კარგი საქმის კეთების საშუალება და რომელი გამოავლენს ამ კეთილი საქმისკენ ნაბიჯის გადადგმას, რომელი გამოავლენს. ეხლა რაშია საქმე? ჩვენ
2008 წლის საიუბილეო თარიღი გვიახლოვდება შოთა რუსთაველის და ჩავატარებინოთ, აბა რომელი მხარე ამოიდგავს ენას? აი ევროკავშირთან ერთად. უყურეთ, რახან იქ საქართველოს ძალიან ძვირფასია იმათვის და მადლობა უფალს, რომ ძვირფასი ყოფილა. იმიტომ რომ მთელი ეს შენობაში განთავსებული ამდენი პარლამენტარი თუ წევრი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების წევრები ყველამ საქართველოს დროშა ეს აღლუმივით გამოვიდა ხო ეგრე კი დაახლოებით ეგრე იყო აღლუმი ამ დარბაზში რა როგორი აღლუმიც არასოდეს არ ყოფილა და საქართველოს ერგო პირველს ასეთი აღლუმი არა ისი არ გამიგოთ რომ მე აი იცით სალომე ზურაბიშვილის თქვენ კარგად იცით რომ მე მას ასეთი რაღაც უთხარი სწორედ შოთა რუსთაველთან დაკავშირებით რომ 300 წელი ხო არ უცოცხლობ ყვავივით რომ 900 წლის იუბილე ჩავატაროთ მეთქი და 40 წელი კიდეა გასავლელი ახლა მართლა და მართლა ქათამა წყალი დალია და ღმერთს შეხედავ აი მე ჩვენ წყალს დავლევთ და ღმერთს უნდა უყუროთ ხომ ეგრე არა და აი მივცეთ საშუალება გინდა ერთ მხარეს ორი პრეზიდენტი ყავს ერთი ფაქტიურად აცხადებს რომ ლეგიტიმურია თუ არა ლეგიტიმურია ამას თავი დავანებოთ რეალობა სახეზეა ხო და აბა ერთი რომელი აი კეთილშობილებას გამოიჩენს და შოთა რუსთაველის 860 წლის იუბილესკენ გადადგას ნაბიჯს. აი ამითი ჩვენ გავიგებთ ბოლო-ბოლო ეროვნულ ღირსებას როგორ უპირებენ მზეაწევას, როგორი სიყვარულით ღვთისმშობლის წილხედრ მიწაზე ამ პიროვნებამ ფენომენმა შოთა რუსთაველმა შოთა რუსთაველის კოსმოლოგია წიგნი არსებობს გიორგი თევზაძე მე უკვე ჩამოგართვი სიტყვა და გადაუხვიე ჩიხში არ შევალ სხვათა შორის რა თქმა უნდა ხომრო ხო და ხომ მივხვდი კი როგორ აღარ გავაგრძელე ის ლაზარე საღდგინების ძეგლს თუ ვინმე ჩაიხუტებს გულში და მთელი სიყვარულით მოეკიდება დიდება იმ ადამიანს რა გინდა ერთი მხარე გინდა მეორე მხარე და კიდევ გამოცდა ჩაუტაროთ აბა ერთი და კიდევ ერთი თემა ბატონო უგენ ეს არის ჩამობრძანებული იყო ევროკავშირის გენერალური მდივანი რომელმაც განაცხადა რომ და სხვათა შორის მთავრობამაც განაცხადა რომ გამჭვირვალობის კანონი რომელსაც ეძახიან რუსულ კანონს აი ამ კანონის გენერალური მდივნის ინიციატივით ამ კანონზე მოხდება ხელახალი მუშაობა და ცვლილება მოხდება კანონში გარკვეული პუნქტების და ამ მე ჩემი აზრი ესეთია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე ესეთი აზრი მაქვს რომ მე ადრეს ვამბობდი და კიდევ განვიმეორდები რომ აი რაღაცას მაინც დაათმობინებენ ხელისუფლებას ევროკავშირის ზეწოლის საფუძველზე რომ მე ამ ოპოზიციასთან სიტუაცია დაალაგოს თქო და თქვენ როგორ არჩევნების თემაზეა ხო ანუ არჩევნების თემაზე არ გულისხმობ არჩევნებს მე შევეხები უბრალოდ ეხლა ვამბობ ამას და თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს ესე იგი ამ პიროვნების არა მე იმეცი რას ვამბობ ისა გამჭვირვალობის კანონი იგივე რუსულ კანონს რო ეძახიან ამ კანონს ისზე მოახდინა ევროკავშირი კიდე განმეორდები ძვირფასალ მოყოლურაზე და ბოდიში მოვიხდი ეს არის მოახდინა ევროკავშირის გენერალური მდივანი იყო ჩამოსული ხელისუფლებას შეხვდა მაგრამ არა მარტო ბიზნესმენიშვილს შეხვდა და მე ოპოზიციასთან ანუ ხელისუფლებამ განაცხადა და ოპოზიციას მათ თქვა რომ ნუ ეს კარგი შედეგს გამოიღებს უბრალოდ ხელისუფლებიდან კერძოდ პრემიერმა განაცხადა რომ დაიწყება სამუშაო ჯგუფი რომელიც უშუალოდ იმუშავებს აი ამ კანონის გარკვეული პუნქტების ცვლილებასთან დაკავშირებით რომელსაც მე მიიღებს პარლამენტი ხელახლა შერბილების ფორმატი და აი ამ ყველაფერს თქვენ როგორ შეაფასებდით ბატონო ეგვენ ეხლა რაშია საქმე აი რატომღაც იქმნება ასეთი შეხედულება თუ უკვე შექმნილი ასეთი შეხედულება ყველაფერი რუსული უვარგისი ხო მაგრამ ბატონო ეგვენ ბოდიში მოვიხდი ერთი წუთი უნდა გაწყვეტინო ბოდიში მოვიხდი
ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ. და დაარქმევენ ხოლმე რუსულს. ეს გავიგე, მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ამისა საფრანგეთმა, გერმანიამ და კერძოდ იტალიამ მიიღო იგივე კანონი მიიღო და განსაკუთრებით და უფრო მკაცრი, მათ შორის საფრანგეთმა მიიღო და ჯერ საზღვარგარეთიდან თარისხების არა მათ შორის საზღვარგარეთიდან შემომავალი ზარების კონტროლის კანონიც. აბა როგორია? ხო, ანუ და ეს კანონი რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ანალოგი არის იგივე კანონებისა, რომლებიც არის უფრო რბილ ფერდობებში. უბრალოდ ითხოვს, რომ დეკლარაცია მოხდეს, იმას არ ამბობს, ვიდან ირიცხება, არა, რაში ხარჯავ თანხას. იმის დეკლარირება უნდა მოახდინო, ხვდები? იცით რა არის? აი, როდესაც ესე იგი ცხინვალის დაბომბვის თემა იყო, არა და მე ესე იგი აირია საკითხები ძალიან და უყურეთ აი მე რას ვეხები ესე იგი საქართველოს შემოვიდა ფქვილი. რუსული ფქვილი აიკრძალა. და იყო ამერიკული. ხო, რაღაცა გაუგებრობა, გაეროს ფქვილი თუ რაღაცა და ამ ფქვილმა მთელი აპარატები ამ საცხობებში დააზიანა როგორ? აი რაღაცა ცუდი ფქვილი გამოდგა და რუსული ფქვილით გაკეთებული აი დღეს თუ რამეს უჭამთ ჩვენ არა რუსეთიდან შემოტანილი ფქვილით საზრდოობთ ასე რომ ვთქვათ და უყურე ეხლა ჩვენ რამდენიც არ მაინც მეზობელია ხო მისი კანონებია თუ ვისი ხო მაგრამ ეს კანონი არ არის რუსული არ არის რუსული და გინდაც რომ იყოს რუსული კაცო დავანებოთ თავი თუ სწორად არის კანონი დაყენებული რა შუაშია რუსულია თუ ფრანგული თუ ამერიკული თუ ნუ რაზეა ლაპარაკი ხო მაგრამ საქმე რაშია იცი შენი ქვეყნის საჭიროებებისათვის არის ეს კანონები როგორ ეხლა აი დაუშვათ სოფოკლეს პერიოდში რო კანონები გამოდიოდა და ჩვენ რო იმათი ან ლაოძის სიტყვებს რო ვიყენებთ ან როგორ ახლა ყველა უნდა ვუარყოთ ყველანაირი ფილოსოფიური თუ აი ეს ბრძნული ისინი და არ უნდა შევეხოთ იმას როგორ სწორედ ასეთი პლატონი სოკრატე არისტოტელე ქმნიდნენ ამ კანონებს მოდიოდა ისინიც გინდა რუსი იყოს გინდა ამერიკელი იმათი იმით ხელმძღვანელობენ ხო სწორია არა კი მაგრამ უყურე როგორ რაღაცა დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები და ევროკავშირის გარკვეული ჯგუფები აცხადებენ რომ საქართველოში გამჭვირვალობის კანონი არის რუსული უბრალოდ ერთი რამ არის უყურე ბატონები საქართველოში არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელზედაც ირიცხება დიდი თანხები 54 თუ 56 და მშვიდობის მეტრო შეორგანიზაციისკენ არ იყურება. არავინ არ იყურება. იმიტომ რომ მშვიდობა უნდა და მაგიტო. არ უნდა. ანუ გაეროს 54 თუ 56 პუნქტია არ მახსოვს კარგად. ხო ნუ 54 თუ 56-ია, სადაც გარკვევი წერია ამ პუნქტში, რომ ესეთი რაღაცა არასამთავრობოზე დარიცხული თანხები, კერძოდ თუნდაც შავი ფული იყოს დამჯდარი თანხა ავტომატურად ხდება სუფთა, ანუ თეთრი ფული. თეთრდება. აქედან გამომდინარე ბატონო ევგენი. ეს გამჭვირვალობის კანონი იმას ითვალისწინებს, რომ არ უნდა შემოვიდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული ხარჯები საქართველოში. და რა იმას რომ ბატონო ჩაგერიცხონ თანხა, მაგრამ ნუ გამოიყენებ ხელისუფლების წინააღმდეგ და ნუ გამოიყენებ ხალხის წინააღმდეგ უამრავი არის უამრავი პროექტები, არის უამრავი სხვადასხვა რამეები. აი, ავიღოთ ერთ სუჭირს და როგორ ავიღოთ ბატონო ევგენი. ჩვენ კარგად გვახსოვს LGBT თემებთან დაკავშირებით რა ამბები ხდებოდა. სანამ დაიწყებოდა, მანამდე 2 კვირის განმავლობაში ადრე ანუ ალბომის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე თუ 1 თვით ადრე მთლიანი სატელევიზიო მაუწყებლობა პოზიცია იყო თუ ოპოზიცია სულ ამას აცხადებდა, ხო? მერე მოხდებოდა ხალხის მობილიზება, დაერევოდნენ მე ძალადობა ჩემს მიღებილია, მაგრამ ისინი ავადმყოფებად მიმაჩნია მე და ვამბობ რომ იმათ კი ბატონო, თუ უნდა თავისთვის რაც უნდათ ის უქნიათ, მაგრამ საჯაროდ ნუ აცხადებენ იმ ყველაფერს. მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ამ ხალხს დარაზმავდნენ, ატყდებოდა ერთი ამბავი, დაერევოდნენ, მე იმ ხალხს გაატყუნებდნენ, მე ისინი გამოვიდოდნენ ამ LGBT-ს დამცველი ორგანიზაციები და აცხადებდნენ აუ და.
ფული რაში იხარჯებოდა და იმაში ჯერ მაშინ რა ქვია პროპაგანდაში, ალბომის წინა პროპაგანდაში და მე ალბომის დასრულების შემდეგ იმის პროპაგანდაში რომ თურმე ხალხს ეიცალადეს. სექსუალურ უმცირესობაზე იყო ძალადობა. ბიჭო, აგიხსნი შეკაი ადამიანო, ის ფული რომელიც არის გამოყოფილი, ამაზე რო არ გამოიყენო შეკაი დედმამიშვილო. გამოიყვენე უამრავი ადამიანია, უამრავი ბავშვები მშივრები დადიან სკოლებში. უამრავი უპატრონო ხალხია, სოციალურ დაუცველთა არის, ზოგი ავადმყოფები არიან, ზოგი ჯანმრთელობა აქვს, ზოგს შეერყევ. ხო შეიძლება რომ იმაზე გამოიყენო და არა ამაში რომ გამოიყენო, კაცო, რა უბედურება. თუ რაში იც იმაში რომ ერთი ამბავი ატყდება, ატყდომამდე ამ ხელამაყუts იხდიან, მე ატყდომის მერე ისევე დიდ მაყუts იხდიან და ბიჭო, ვერ გაიგებ რაში იხარჯება ეს ფული. ვიღაცა გამოვიდა ამ LGBT-ს ალბათ ვიღაცაც დაწინაურებული პირი და რა თქვა, რომ იცით რაო, საქართველოსიო ლისიო, ჩვენაო ცენტრი უნდა შევქმნათო და აქედანაო, ესე იგი კავკასიური ცენტრი თუ რაღაცა და სომხეთში LGBT, აზერბაიჯანში და სად ირანსაც ასწოდებოდა, კაცო, გავგიჟდი, ესენი ვაფშე აცდენილები არიან ყოველგვარ იმას და შენ რო ირანში აქედან აწარმოო რამე, ირანი შენ დაგინდო? არა, ისინი მუსულმანური ქვეყნები არიან. ადუბერავენ, რასუბერავენ. ხომ არა, იქიდან ხო შემოდის ის ფული. ფული რაში უნდა დაიხარჯოს, ეუგენი ბატონო? ანგარიში. სამარცხვინო. საქმე რა შეიძლება, ანგარიში ხო უნდა ჩააბაროს თავის ბოსებს, ფული რო აიღეს. და იმის ბრალია სხვა არაფერი. კიდევ ერთი თემა მინდა შევეხო, ეს არის ბატონო ეუგენ საინტერესო თემაა სხვათა შორის. პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადი, ლეგიტიმურ პრეზიდენტს მე ამ მაგალს ჩემ ქვეყნის პრეზიდენტად არ მივიჩნევ და არც ვთვლი რომ ჩემი პირადად მთავარსარდალია და არაერთხელ მეთხოვს გადაცემაში. ჩემი მთავარსარდალი არ არის მაგალ. აბა რა განცხადებაზეა საუბარი? იმასთან დაკავშირებით რომ გამოვიდა და განაცხადა რომ საქართველოში უნდა ჩაწერდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლება გადაეცეს ლეგიტიმურ ხელისუფლება გადაეცეს ლეგიტიმურებს და არა არალეგიტიმურ მართველებს. ხელმეორად. ხო, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს და ლეგიტიმურ ხელისუფლება, ხელისუფლება გადაეცეს ლეგიტიმურად არჩეულ წარმომადგენლებს და არა არალეგიტიმურად არჩეულ წარმომადგენლებს. აი ერთ შიშის ფაქტორიც არის. ერთი მხარე უარს ამბობს რომ არ ჩატარდეს, იმიტომ რომ ეშინია უკვე. აი რაღაცა ხალხის დიდი მღვრიე წყალია რა, ასე რომ ვთქვა. ნიაღვარი ედინება, ხო? ხო. და მეორე კიდე აწვება, აი ამ მომენტით უნდა რომ ისარგებლოს და ეხლა აი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე რომ ცხოვრობთ, მე ზუსტად ვიცი რომ ღვთისმშობლის კალთა გადაფარებულია საქართველოზე და აი რაღაცა ფორმულა არსებობს სწორედ აი ასეთი მომენტები როცა დგება რა, ღვთისმშობელი მარიამის განგება დავარქვათ ალბათ, ან ბედის წერა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენზედ ალბათ მე ესე მესახება რომ სიკეთით იქნება ყველაფერი ნებისმიერ სიტუაციაში და მთელი ეს ხალხი მოეგება გონს რომ ამ მიწაწყალზე ის სიყვარული ისევ დაიბუდებს როგორიც ადამიანური ღირსებებით შემკობილია თვითონ ადამიანი და ამიტომ ქვია ადამიანი რომ ის არის შემკული სულიერად. ხო, მაგრამ გამოსავალი. კი ბატონო, მაგრამ გამოსავალი ვადამდელი არჩევნები არის ბატონო ეუგენ თუ არა? გამოსავალი? აი ამ კრიზისიდან გამოსავალი. აი ნახოთ. სახელმწიფო კრიზისიდან გამოსავალი. ნახოთ ჯერ აი ამაშია სწორედ საქმე, რომელი გადახრის, აი როგორ გითხრათ, რელსებს სიკეთისკენ, ერთი თუ მეორე. ორივე ჩამჯდრები არიან წუმპეში ორივე და უყურეთ აი ახლა შოთა რუსთაველი რატო ვახსენეთ? იმიტომ ვახსენეთ რომ რა სიყვარულს გამოავლენს ნებისმიერი ერთი მხარე თუ მეორე მხარე აი ეროვნული ღირსების ამაღლებაზეა აქ საუბარი, რომელი დადგება იმ ფერხულში, იმ რელსებზე,
აი იმის მიხედვით ალბათ გამოვლინდება უნდა ჩატარდეს თუ არ უნდა ჩატარდეს. მოდი აი ეს პრეცედენტი დავდოთ რა. აი ეს მომენტი რაღაცა და აი ნახოთ თუ გადადგავს მთავრობა ნაბიჯს ამ 860 წლის იუბილესკენ რითი შემოვა რა დიდებით ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე რო ცხოვრობთ და ჩვენ ვალდებულება მისია გვაკისრია ასევე მე ოპოზიციას მოусმენთ როგორ დგებიან ისინიც თუ ისინი გადადგავენ პირველი ნაბიჯს მიმიხვდი მაშინ ახლად უნდა ჩატარდეს ხელმეორედ უნდა ჩატარდეს ესე იგი შენ არ ახარ ღირსეული შენ არ გიყვარს შოთა რუსთაველი ეს ფენომენი რაღაც განუმეორებელი ფენომენი ხო და შენ თუ ის არ გიყვარს მე როგორ გამოყვე უკან როგორ გდიო როგორ ავიღო იარაღი მტრის წინააღმდეგ რანაირად ავიღო იმიტომ რომ შენ თვითონ არ გიყვარს ეს ჩემი შენი და ყველას აი საყვარელი სამშობლო საქართველო თუ გიყვარს გამოდი კაცურად ილაპარაკე რომ მე მზათა ვარ ამ ფერხულში ჩავდგე ღმერთმა გადალოცოს ყველა ვინც ეროვნულ ღირსებას მაღლა და მაღლა აიტანს აიყვანს აი განადიდებს საქართველოს აი ამასთანა გვაქვს ჩვენ საქმე არჩევნების ჩატარება ჩატარა თუ საჭირო იქნება აი ხო ხედავთ კითხვის ნიშანში ვდგებით და თქვენ თვითონვე უნდა გახსნათ ის კითხვის ნიშნები ჩვენ როგორ გავხსნათ დიდი მადლობა ბატონო ეუგენ მოკლედ ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და ფორმატიდან გამომდინარე ბოლო კითხვას დავსვამ ეს არის დღევანდელი გადაცემა შევაჯამოთ კი ბატონო ანუ რაზედაც ვისაუბრეთ ის შევაჯამოთ და ამით დავამთავროთ აი თქვენ როგორ შეაჯამებთ ამ ყველაფერს მთლიან რეალობაში აი მე მგონი მე უკვე ვილაპარაკე შეჯამ არა მოკლედ შევაჯამოთ ხო და შევაჯამოთ ასე ჩვენი წარსული აი რაც რო გავიარეთ აი ეს ტალახიანი გზებია თუ აწეწილი ცხოვრების თავისებურება რამე და საითკენ მივდივართ მოდით ყველამ ვეცადოთ აი შეჯამება ეს იქნება ალბათ რომ აქეთ ნუ წავიყვანთ ჩვენი ცხოვრების უბედურებისკენ ნუ წავიყვანთ და წავიყვანოთ ბედნიერებისკენ გავხდეთ ერთი მეორის მოსიყვარულეები ერთი მეორის აი თმობილობა ეს იცით რამ ხელა მადლია და უთმობობა კიდე ნგრევა და გაუგებრობა და უჯიშობა და აი უაზრობა ეს არის ჩემი შეჯამება ყველას მოუწოდებ სიხარულს აი შობა ახალი წელი დგება შობა ვისი შობა ქრისტეს შობა ხო და ღვთისმშობლის შობა უწერია იქაც ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ვცხოვრობ და რატო უნდა გვჭირდებოდეს აი როგორ გითხრათ მორალის კითხვა კაცო ყველა ადამიანმა უნდა ვეფეროთ ჩვენ მიწაწყალს ამ დიდებულ არაჩვეულებრივ წყალს რომელი წყალიც უფლის მადლით არის მოსილი რა ვიცი აბა თქვენ ძალიან კარგი ბატონო ეუგენ მადლობა სტუმრობისათვის ძვირფასო ტელემაყურებლებო ასეთი იყო ჩვენი გადაცემა პოლიტიკური კვირა და სანამ დავამთავრებ კიდევ ერთხელ განმეორდები რაც გადაცემის დასაწყისში ვთქვი მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას ეს არც სახელმწიფოს არც ოპოზიციას ვარ ტელევიზიის ჟურნალისტი გადაცემის წამყვანი და გმობ-ძალადობას ჟურნალისტებზე გმობ-ძალადობას მეც ასევე გმობ რა მომიტინგეებზე გმობ-ძალადობას პოლიციაზედაც და ასევე
კიდევ განმეორდები, რომ ჩვენ დაზარალებული ყავს ზალადობის შედეგად ეს არის ჩვენი ლუკა გოგიჩაიშვილი. მას კიდევ ერთხელ უსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ტელევიზიაში დაბრუნებას. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა TV+-ზე. შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე. გმადლობთ რომ გიყურებთ. დიდი მადლობა.